შეიძლება ჩვენი სახლში გამოყვანილი საფუარის გარდა შრალ საფუარზეც მომზადდეს, ის ისეთი არ არის, რა თქმა უნდა, როგორც სახლის საფუარზე, მაგრამ მაინც გემრიელია. პრინციპში ჩაბატას გამოცხობა ასეც კარგია. ახლა ამაში მე ჩავასხი 800 გრამი ცივი წყალი და სადილის კოვზის ნახევარზე ცოტა მეტი ჩავყარე საფუარი. ახლა ამას ცოტა ფქვილს დავაყრი, 800 გრამ წყალზე უნდა 1 კილო ფქვილი. ამიტომ 1 კილოდან დავაყრი მე ახლა ამას ალბათ 150-200 გრამს, რომ ოპარა გავაკეთო და დანარჩენს მერე შევაძე. აქ მაქვს გაცრილი 600 გრამი ფქვილი, სულ უნდა 1 კილო, იმიტომ რომ აქ არის 800 გრამი წყალი, ამიტომ აქედან დაახლოებით 300 გრამს ეხლავე შევურებ და გავაჩერებ. დანარჩენს მერე დავუმატებ. არ უნდა არც მარილი, არც შაქარი, არაფერი, არც ზეთი, არაფერი. მხოლოდ წყალი, საფუარი და ფქვილი. გავიდა 1 საათი, ნახოთ აბა რა შევა ჩვენი გახსოვთ ალბათ, რომ დავაკელით შეგნებულად, რომ ოპარა დაყენებულიყო. ოპარა გამოვიდა, ეხლა შევაზიღოთ დარჩენილი დაახლოებით 600 გრამი ფქვილი დამრჩა კილომდე. კილო შეიცავს, ეხლა მე ამისთვის ჩავთავ მიქსერს. დროს ვამატებთ მარილს. ორი ჩაის კოვზის სავსე დაახლოებით 15-20 გრამამდე შეიძლება თუ იმას უფრო მარილიანი გიყვართ. სანამ ფქვილი ბოლომდე შეერევა, ცოტა ღარო დააკვდება. იქ დაახლოებით 30-40 გრამ ზეთს ვამატებთ. ჩაბატასთვის ეცია საჭირო. ამას ახლა ყველაფერს ერთად კარგად ავურებ და დავდგავ, კიდევ გაფუვდეს, გაჩვენოთ გადაკეცვის პროცესები როგორ ხდება. ამას ვაფარებ ახლა თავსახურს, კიდევ საათ-ნახევარი დავტოვებ, აი ესე, სანამ გადაკეცვების დრო მოვა. ჩვენი პირველი გადაკეცვის მომენტი, ნახეთ სად არის ამოსული. აი, ჯერ კიდევ თხელია სომი. აი, გვერდიდან შუისკენ. გვერდიდან შუისკენ. ნახეთ როგორი ის არის. ჯერ არ იწელება. ეს უნდა გაიწელოს, ცომი არ უნდა წყდებოდეს. გვერდიდან შუისკენ, გვერდიდან შუისკენ. ეს არის ჯერ პირველი გადაკეცვა. გადავიტანე სხვა ჭურჭელში, იმიტომ რომ იქედან ძალიან გადმოდიოდა უკვე. მოვიდა შემდეგი გადაზარვის დრო 20 წუთის შემდეგ. ჩანს ალბათ. აი ეხლა ესე ვიღებთ ორი ხელით, ნახეთ როგორ იწყება ცემი და მეორე მხარეს გადავკეცავთ. აი ესე ავიღებთ და მეორე მხარეს გადავკეცავთ. კონვერტივით.
ადვილად ჯერება. ძალიან ადვილად ჯერება. ამას დავაფარებ ახლა ისე ერთიც დამჭა, სულ უნდა იყოს 4, ნუ 5-იც კარგია, მაგრამ მინიმუმ 4 გადაკეცვა და მე ვდებთ მაქსიმალში უკვე დაახლოებით 12-14 საათი. მე ხლა ამას ერთსაც გადავკეცავ, აქ აღარ გაჩვენებთ, უკვე დაინახეთ როგორც ვკეცავ, აი ნახეთ, სულიდან ამოიღებთ, სულ უნდა ამოვიდეს ცომი. აი სულ თვითონ ძვრება და ესე გადაკეცავ. ან ერთი მხრიდან მეორე მხარეზე, რომ შიგნით ჟანგბადის ბუშტები გაიკეთოს. შევდებ ხალხი ფერმენტაციისთვის მაცივარში და დილით რომ 12-14 საათის მერე რომ გამოვიღებ, გავაგრძელებ ვიდეოს გადაღებას. გამოვიღე ჩვენი ცომი მაცივრიდან და ეხლა იწყება ჩემთვის ყველაზე სიამოვნო პროცესი, ასე ვთქვათ. ცოტა ფქვილს ვაყრით სამუშაო მაგიდას და ჯამიდან ამოღებულ ცომს ამოვატრიალებ. ნახეთ თავისით როგორ ჩამოვა ეხლა ეს ცომი კვირით. ცომია ზღაპარი. სულტა კიდე ფქვილი ვაყაროთ, სამუშაოდ ადვილი იყოს, იმიტომ რომ ცომი ხაჭაპურის ცომისგან განსხვავებით ხელია, რა თქმა უნდა, ცოტა ფქვილი უნდა ვაყაროთ. დავიწყებთ ფორმირებას. მე 3 ბუხანკის, ასე ვთქვათ, ბუხანკას ეძახდნენ მაშინ, 3 ნაჭერი, 3 პური უნდა გამომივიდეს. ამიტომ აი ესე გავჭრი და ფორმაში გავაჩერებ კიდევ ცოტა ხანს. ეხლა შეგვიძლია ესე გადავკეცოთ, მაინც გაიშლება თვითონ, მიიღებს მისთვის სასურველ ფორმას. სამი ცალი აი ესეთ ფორმებში ჩავდე. ეს კიდევ გაიშლება, რა თქმა უნდა, მიიღებს კიდევ ამის ფორმას. ეხლა ამას გავაჩერებ დაახლოებით 10 წუთი. ამასობაში გასქურა უკვე, აი 250 გრადუსზე ცხელდება და შევდებ მერე გასქურაში. აი შევდე 2 ცალი, ქვეშ ცეცხლგამძლე ფორმით აუცილებლად წყალი უნდა შეუდგათ. იმიტომ რომ აი სინესტე უნდა წამოიღოს აუცილებლად, რაც პურს გამოცხობაში მიეხმარება. მაქვს 250 გრადუსზე 10-15 წუთი უნდა იყოს ამ ტემპერატურაზე. მერე ვუწევთ 200 გრადუსზე, 220 თავიდან, კიდევ 15-20 წუთიდან. შიგნიდანაც რო გამოცხოს უკვე 200-ზე. გამოცხვა ჩვენი პურები. მართალია ნახევარი დღე დავკარგი ამაში, მაგრამ პურები გამოცხვა. ეხლა გავჭრი და გაჩვენე. გავჭერი ორივე, აი ეს დრილები არის მთავარი. პურში ესეთი ხვრელები, ესეთი ფორები, რა ვიცი, რა თქინათ ის დაარქვით. როცა კანი აი ესეთ ხმას გამოსცემს, ეს უკვე გამომცხვარია. შიგნით ხო საერთოდ გამომშრალი. მეორე პურიც გავჭერი. ნახეთ როგორი დრილები აქვს. ძირიც შვენივრად და მესამე ხება ეხლა. უკვე დავუწიე 250-დან 200 გრადუსზე. მოკლედ, ეს არის ჩვენი პური, გემრიელად მიირთვით.